მეორე ტაიმს ვიწყებთ დილიდან და ვიქირავებთ დილიჟანს. ხარები გაცვალეს. კოლიკო შეცვალეთ ფლანგები თუ ისევ ისეა. ისევ ისეა, ანუ ცვლილებები არ გვაქვს. ახლა ჩვენ გადავუგდეთ ბურთი. დავბრუნდით. ისე გუზელი პასებით გვეთამაშებიან და აქ მიშა ისევ იდეალურად თამაშობს. გაიშალა ბურთი. ახლა მიკიტა თუ გააკეთებს სწორპას უკან დახია ბურთი. ადა ჩაგვინდა. უგო მოდის განსაზღვრა და 2-1 არიან ბიჭო. კახამ წამოიღო. გაიქეცი თოკო წინ. ჩაურბინე კოლიკო. სივრცე გაქვს ბიჭო. აიგრე. კაცი ხო წაიყვანებს იო. საღოლ ნუგო მაგარი პასი იყო. თორნიკეტს შეცდა. კოლა წინ სივრცეს რო დაინახავ დაგაზე ხოლმე. ოპა ჩვენია! ვინ არის? ვახ. აიც დაგშტვინა რა. არა უშავს, კახა არა უშავს, ყურადღებით. თოკო ყურადღებით. რატო გაატარე? ეს კატასტროფული შეცდომა იყო. ზურამ თამაში დატოვა და მიკიტა მისდევს იქ პრესინგზე. უთი ჩვენ უნდა იყოს ეს. ჯარიმიდან ნუ ამ გუნდმა შეიძლება ალბათ უფრო ხო სტანდარტულიდან შეგვიქმნა საფრთხე. იმედია მარტივი. მოძრაობა არ არის აქ რო. ნუგომ რაღაცა მოიგონა? მარა გამოძრა. არ გადავიდა. ცენტრი. მოვიდა ჩარლი. მიშას მიღება. ბრავო. ნუგომ თავისი კარისკენ წამოიწყო დრიბლინგი. კარგია დაბრაო დიმ. ანუ აი სუნთქვა შემეკრა ეხლა ამ შეტევაზე. მიკიტა მიიღო ისევ ბურთი. წამოიწყო შეტევა. გააკეთა სწორი პასი. ზურა თუ გაათამაშებს ცენტრში. წადი უკვე. კოლიკო წადი უკვე.
ატყუებ ერთი ერთზე შეგილია. იმე გადავიდა მაინც. კარგია, კარგი შეტევა დაიხაზა მომეწონა. ხალხო ჩვენი კუთხურია. კუთხურზე მაგარს ჩავდოდი. ბიჭო, ერთ სწავლებთ! გუდაძე, ვინმე დაუყენე მეორე. რანაირად, რა მოხდა? ჩვენიანი ურტყავდა და რაც ძალიან კაი იყო, კაი. აი ეგრე წადიხო, ნუ ელოდე ბიჭო, ძალიან გვიან მიდიხარ აქტიურად. მეტი ინიციატივა. მივიდა კახა. ჩარლიც გამოვარდა ის არივით. ჩარლის უთხრეს, რომ ბოლო 10 წუთი მენა შენი 100% დადევ და მართლა ის არივით თამაშობს. რაც ბევრი სახიფათო მომენტები იქმნება. გუდაძე დამაჯერებელია. სხვათაშორის ამ გუდაძევის დარტყმების გამო ძალიან ეშინიათ უკვე, იმიტომ რომ ზურა რჩება და ერთი ეგრევე პასი ზურაზე და შეიძლება რაღაც საფრთხეც შექმნას, იმიტომ რომ საკმარისია ზურასთვის ეს. აი, ჩვენივრად გადავედით დაცვიდან შეტევაში ერთი გუდაძის ამორტყმით. კოლა დაიძახე, ვერ დაგინახავს. უფრო ხმა მაღლა. აწიხელი. ბრავო. შეასრულე. იმე გაბლიშვილზე რა კაი პადა ჩამიდიოდა. მოსდევს კოლა გიჟივით. საღოლ კოლა. ბრავო, ჩვენია შეიჭამა. ბრავო კოლა, კაი ბიჭი ხარ. ცოტა დავიღალეთ ამ შეტევაში, მაგრამ უიმე ჩარლი. უიმე ჩორლი. ნუგოც ჩაერთო თამაში. კაი ხარ, მიურტყი რა. საღოლ თოკო, კაი ხარ, ამოაზღვიე. ვაიმე, ჩემი! თემო აღარ გაატარო რა! გადაანასოკე! თორნიკე გაბლიშვილზე, თოკო მოითხოვე, შენია, რა გული მიგზნობს. მიიღე მარტო ხარ? ბრავო, მარსელო ხარ, ძმაო. ბრავო. შეგირბინა. იმე. აუ ბიჭო, თოკომ კარგად შეგირბინა არა და. კოლას ფრანგი გააქტიურდა. აქ ჩარლი თუ იზავს რამეს. მიკიტაზე ვნერვიულობ. აიტყუეს. გაბლიაშვილი კარგად თამაშობს. ბრავო! ბრავო! გაიშალეთ, გაიშალეთ. კაი ხარ, ნუგო. კაია, ნუგომ გამოადნო. ტემპი დააგდო, ბალანსი. ყვითელი აკიდა, საღოლ ნუგო.
ცვლილება ფასკუნჯის შემადგენლობაში ცვლილება გადის მოედნიდან 77 კარლოს ბოლივარი და შემოდის გიგიასტა მივესალმოთ აპლოდისმენტებით გიგიასტა ზაბრუნება შვენიერი ეს ბიჭი დღეს თავის სიტყვას იტყვის აი დამიჯერეთ ოპა მიკიტა ვერაფერ რაღაცნაირი არენას ლეველის ფეხბურთელია აი ვეღარ გაიზარდა ამ დიდ თამაშში რა თემო ბრავო თემო იმენა ჰერაკლე ხარ სამსონი ნახოთ გიგა როგორ ჩაერთვება ახლა 10-იანზე დააყენეს სხვათა შორის 10-იანი გიგა უცნაურია უცნაური არა უბრალოდ სიახლეა უცნაური არ არის რაღაც ბევრი რაღაცა გამოსცადა ჩვენმა მწვრთნელმა ამ თამაშში მე მიმატოვა ჩემმა თანა კომენტატორმა და სტორებს უყურებს ვაიმე ვაუ ანუ ესეთი შეტევები სახიფათო ჩემს მეკარეს არ უნდა დაეტოვა კარი დაეტოვებინა იმიტომ რომ ძალიან მახვილი კუთხე იყო მაინც და დიბაც ვიზდევდა აქ კოლიკო ისევ მარტოა წაიღე ვაფშე იარე ვაიმე აი ამდენი კოლა თორნიკეს მეტი კი არ უნდა იქ ერთი პატარა შეცდომა და დაგვიტრიალეს და გიგამ გადმოაზღვია საბრძოლო ბურთია მეტნი იყვნენ და იმათ დარჩათ ბურთი არ უნდა ვაცადოთ პასის გაკეთება ჩაერთო მიშა საქმეში ვინ იპოვა ვინ იყო ეს ნუგო კარგია დიმა IQ 200 play მაგრამ IQ ვიმე ჩემი კაი გიგა ჩამოვიდა 10-იანიდან და ოფსაიდი არის ყომსაჯი თოკო მოიპარა ბურთი თოკო გაიგეცი ადა აგვიქციეს კახა ადე ბრავო ჭვარი კარგება მან ვახ ჩემი მაგარი გადავთ მარი მოხოდე ხალხი მარი მომიხოდე ერთი გოლი გვინდა კიდე ერთი გოლი გვინდა კი არ გვინდა გვესაჭიროება პრემია დიდია გადაიტანეს მიკიტაზე ისევ იგივე ზურა მიდის მიკიტას პასზე და არაცლის თემო ორი კაცი წინ აღლეგა კოლიკო გადააზღვიეთო ჩვენია ბურთი ჩვენია რა თემო კაი ჩაწოდება იყო და ზურაზე ავნახოთ აბა ზურა სამი მოწინააღმდეგე წინ აღლეგ თუმცა ქართველებისთვის ერთ ბლაშად სამი მოწინააღმდეგე პრობლემა არასოდეს არ ყოფილა ერთი მოწინააღმდეგე და ყვითელია ეს აშკარად. ნუ თუ წითელია, მეორე ყვითელი? არა, პირველი ყვითელია.
და ეს ზურას წერტილია. მინდა გითხრათ, რომ ზურას ამ წერტილიდან 10-დან 9 ჯარიმა გააქვს. საქსტატის მონაცემებით. არა, გეუნები. ზურა ეს გოლია! კარგად გავასწორთ. გადაიღე, მარ, გადაიღე შენს. უეჭველი გოგო, გადაიღეთ, უეჭველი გოლია. იქით გადაიღე, მერას. HD-ში მინდა ზურას გოლი, ყველამ გადაიღეთ. პრემია დიდია. ოიმე! ბიჭო, მე რა ვიცოდი, მეკარე თუ კარში იდგებოდა. როგორც წესი ჩვენ როცა ვთამაშობთ გაზეთს კითხულობენ ხოლმე. ბრავო. უი, ნახე ნინი? შტანგა! ყოჩა ხიმენა. ბურთს ვერ პოულობთ. არა, დროის გაყვანაში გვეხმარები ხა, იცი? ანუ მართლა. ოუ, ძმაო. ოუ. ეხლა მიხვდით? არიჩქარო, კოლიკო, არიჩქარო, კარგად გაგეხსნას ვიღაცა. 100%-იანი აუტი მინდა გიგაზე. გიგა იკითხება. ბიჭო, ძალა. გიგა შეძურა. ოიმე! სადაუცდა. მიკით! ბრავო! მხარი კორპუსი ჩაუდგა მიკიტამ. კომპლექსი ჩადგა M კვადრატის. ოპა! საიდან გარბი ზურა? ნუ რაგბისავით გაჩაღდა თამაში, ბიჭები აბრაგანებს ურტყამენ. კიდევ ერთი აბრაგანი და ვნახოთ თუ ვინ შეყვა. მიიღოს ხოთა შორის. ვაიმე! ეს აღარ განმეორდეს. ცალსახად აღარ უნდა განმეორდეს ასეთი რამ. ხოთა შორის თემოს უყვარს გამოზომილი პასები და ახლაც მიკიტამ არავიდა რატომღაც და დაუთმო. მიკიტა კი არა, დიმა იყო. თოკო მოიპარე. კაია, 200 IQ ძმა. ძალა მიეცი, ყოლა, ძალა მიეცი. ძალა მია ბიჭო. ვაიმე, როგორ ჩამოგვირბნეს. კიდე გადავრჩით. რაღაც დახმარება ჭირდება. დახმარება ჭირდება, იმედია სერიოზული არაფერი არ იქნება. ჩვენი მარიამ ნახე ეხმარება გადასვლაში, ტაშით გაამხნევი. აბა ბიჭები! ეს fair play-ია, გასწავლო? მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი გადაიყვანა. აგერ ახლა მივა და სანუგეშო სიტყვებს ეტყვის. უბრალოდ შეუცვლიათ.
განახლა თამაში. მეტოქი აქტიურ პრესინგს ვეთამაშებდა ჩვენ ფეხბურთელები რაც ზადა არ არიან თითქოს. კაია. აწიხელი ბიჭო. აწიხელი. წადი უკვე, წადი რაღაც ელოდები შუაში. მიდი კახა. არა, ძალიან ფლანგზე გადის. ანუ გარედან მოდის. ცვლილებაა, ლევანისაც უნდა გოლს გატანა. 20 წუთი. მატჩის დასრულებამდე. კი, 20 გავიდა, მე რაც დავთვალე. ცვლილებებია ჩვენ შემადგენლობაში მოედანზე გამდის ლევანი და მივე აშიც შევეგებოთ. არ ვიცი. ლევანი გავამ. აი ლევანის გოლის გატანა უნდა. თემო კარგია. ლევანი ბურთს შეეხო. შვენიერი კონტროლი ლევანის მხრიდან. აჩქარებებია საჭირო. ლაგი გაქვთ. რა პასი გამოვიდა? ვიმე. ეს ნიკოლას ყოლა, უბრალოდ ყოლა. კაი. მე გიკარნახებ. მე დავიყვირებ და შენ. აი მია იტყვის. მია მისწავლა, კი? არა, ყველა. მიკიტა, აი მიკიტა. კაია. წავიდა იქ ზურა აწუხებს მოწინააღმდეგეების ცველებს. გიგაც ეხმარება თორნიკე აქეთ თავის ფლანგზე იჭერს სიტუაციას და უზღუდავს ვარიანტებს, თუმცა მაინც გაუკეთეს და აქ ვიღაც უნდა წამოიხმაროს, თორე თორნიკეს დიდი ჯაფის დახარჯვა მოუწევს. ბიჭებმა გაგვითამაშას და ყოლა, ყოლა, ნუ გეშინია, ბიჭო, წადი. მიშამს თავ ლევანი, აი სად იბრძვის? არა, ეს ვაზარი იყო, არ იყო ჯარი მან. არა, ვაზარი იყო. მაგრამ ისაც აწვებოდა ეხლა ყოლა დაუდო. ეს ყველაფერი ცი რატომ ხდა? ყოლა რომ მოდიოდა ამბურზე არ გამოვიდა ბოლომდე. თორე ჩვენი იქნებოდა. დავაი, მეკარეს ჭირდება აქ გამხნევება და ცოცხალ კედელს. იმედი გვაქვს რომ მიშა თავის თავზე მიიღებს ამ დარტყმას. გუდაძე თავის ძალებში დარწმუნებულია. მეკარეზე თავდასხმა. მეკარეზე თავდასხმა თუ პენალი თუ რა ხდება? რა დანიშნა ვერ დავინახე. მეკარეზე თავდასხმა იყო ცალსახად. კი, იმიტომ რომ უკან დაბრუნდა ყველა ფეხბურთელი. თემო წავიდა ბურთს მოსატანად, მაგრამ მოაბრუნეს. დაგაიკითხე. რომ მე შევცი და გვაქვს კიდე რაც ჩანთები. რა გვაქვს? გრძელმკლავიანების ალტერნატივები. თემო არის სწორი პასით. ამოვედით კახას ბრუნი. თოკო წადი. ლევანის ატკინეს, ტო.
ლევანი მოგონი ნახევარწროს პოზიციაზე აქ თორნიკე შეიპარე მელა ბუმ მიასწრებს აბარა შვენიერი გოლ საიდან მელა მეთქი მელა საჯარიმოში შეპარულა მელა აბარა ყოჩახ თოკო აი ეს LBG აღნიშნა რა თქმა უნდა ეხა ბიჭებო გიგასთან ლევანისაც ვათქმევინოთ თავის სიტყვა თუ შეიძლება აი ინსტინქტი ეს იყო ინსტინქტი წინას გაიქცე რა არ მოვდუნდეთ მაყურებელს პატივი ვცეთ კარგი თამაში ვაჩვენოთ კი 2-0-ია აი ხელი არ მოკიდე მიშა პოლოსკოვი თემო ბრავო კედელი ბაბურთი ცდება კარგი უნდა კედელი ამოვაშენეთ ყოლა აქ სივრცე რო გაქვს შუაში შედი და ერთ-ერთზე რჩები პირიქით ფლანგზე კი ნუ გარბი ხარ დავაი აიხა შედი პირველი ბრავო ლევანი ნახე რა კაია ყოლა მიხვდი რას გეუბნები თოკოს ეგ თავი რომ მოეგო იმენა ერთ-ერთზე იყავი კაია ლევანი დასვენებულია და ახლა აუცილებლად დაიბრუნებს ბურთს მაგრამ არა უშავს კაია დაიბრუნა ლევანი რა თქმა უნდა ზურა პას გააკეთებ გიგას გაყოლე კარგია კი არა ეხა პასი უნდა მიეცა გიგაზე ჯოგა ბონიტო ლევანი თუ ვინ იყო ზურა ზურა იყო მიშა კლასნადი თამაშა აქ აუ კაი რა პასი უნდა მიეცა რა გიგასთვის რა ეს არის გიორგი დევნოზაშვილი შემოსვლა გამოგჩა გიორგი დევნოზაშვილი საქსტატის მონაცემებით უცოლოა ბუმ თემოსაური ხიზანას თაურს 10 ჯერ ჯობია თოკო წადი მხარი ნახ პენალი სუფტ ვიდეოზე მაგ ძმაო ბრავო მიშა კარატე ლევანი ნახე რა სიბრძვის так ვახ აუ ის იმენა 100%-იანი კი არა 20%-იანი პენალტი იყო დევნოზაშვილი დავაი ხა დაცვაში დევნოს გამოასწორე კაია დიმამ გამოასწორა დევნოზას შეცდომა აი ეს არის კონტაქტი ბიჭო ის როგორ არის ყო პენალტიტო ის იყო აი როგორი პენალტი იცი აი რავი ორივე ხანო კორპუსით არ უთამაშა აი ორივე ხელით დაიტაკა აუ იცი ძმაო ხამზად ჩიმაევი არ შედის ეგრე ეს რო შევიდა საჯები თათბირობენ რაღაცას მე ვარზე ამოწმებენ რაღაცას პენალტი იყო თუ არა შეგვიძლია ვაჩვენოთ ვიდეო თუ რაღაცა საჯები აქ თათბირო აქ გულშე
10 წუთი და ყვითელი ბარათი მიიღო 21 ნომერმა ნეტა რატო? რაღაცაზე, ანუ პენალტის მაგივრად ყვითელი მისცეს. ანუ ძმამ ვარდი დათესა და რაღაც ყვითელი ბარათი ამოვიდა. ოპა! ანუ ალბათ ჩემი გადაღებავე რავენაირ ნახევარი თამაში ალბათ აესე მაქვს გადაღებული. იმიტომ რომ იქ ხო უყურებ და ეკრანში რას ვიღებ არ ვიცი. ეს არის აუდიო რეპორტაჟი ჯერ ერთი. ო მიშა! 2-2-ზე ვართ. 3-3-ზე გავხდებით? არა, კაცი, მან დაწყებულ საქმეს ყოველთვის ბოლომდე ვამთავრებ. აქ როგორი თამაშობს გიგო? ყოლა გაწიეს იმენა. ყოლა არ შეიმჩნიეს. მაგრამ ყოლამ ჯარიმა არა. სხვამ გამოიმუშავა. კახას ნაღველი ატკივდა. მედია კარგად არის. აქ ჯორჯმა ხმა მოიღო და მოდი ჯორჯიც გადავოთ. კახა და თორნიკე გავ. კახაც გადის მოთაშორის. აპლ მარიამ, კახა თორნიკე გადის და აპლოდისმენტები სად არის? აი ესეთი ზურგით შეხვდა ტაშს. და კახაც გავიდა და შემოვიდა ვილი, სალნიოლი არა, მეორე ვილი, ჩვენი ვილი. ვილი შემოვიდა და ვიღაც შემოვიდა კიდე გავამხევთ ლაშა იოსელიანი. ლაშას დაბრუნება ერთი თვიანი თუ რაღაც დიდი პაუზის მერე. ნახოთ როგორ ჩაერთვება ლაშა თამაში. ისევ მიშას გონი ძალიან კაი თამაში ქონდა. ყველაფერი გამოიტანა. და ვილი, აბა ვილი! ოპა ზურას მკერდი? შვენივრად გაუჩერა. ოიმე! ვილი აქტიურია, კარგი ხარ ვილი, კაი, შეწუხება. ბრავო. მოვიდა მიშა. იმენა, მიშა არის ბულდოზერი. ლევან გამოასწორებ, მე მჯერა. აბა ლევან. აბა რა ჩვენია. შვენიერი იყო. აი ეს არის რა, უბრალოდ პატარა ბიძგი ლევანის და ეგრევე გამოასწორა. ყლაცან. აბა ვილის корпуსი იქნება? არისო? მიდებული იყო ძმა. ჯარიმა დაგვინიშნეს. მისენი მე მგონი ცუდად არ უტყავენ ჯარიმას. დესალამია. 7 წუთი დარჩა საერთოდ. შემდეგი თამაშები იქნება ეს ცხრილში დიდად ეს თამაში არაფერს არ წყვეტს რა. შემდეგი თამაშები იქნება უეჭველი მოსაგები. აგიხსნა სიტუაციას მე დაგილაგებ და მიხვდები. გუდაძე, ბრავო! არეზარება თოვლში ჩასვლა გუნდაზე. რა ხდება? კუთხურია მოსაგერიებელი. კლინშიტი უნდა გუდაძეს და ეხლა ნუ გაუფუჭებთ ამ იმას სურვილს. შვენიერია. ყველაფერი გამოიტანა. ბრავო, რა ხდებოდა? ანუ იმენა აი
ისეთი არეულობა აქციებზე არაა, ხო? ჩვენს დაჯარიმოში რო ხდება. გადავიღოთ გუდაძე, რომელიც პრეასისტის ავტორია პირველ გოლში. ნია მოვიდა. ჩემს ანახავად გოლ! ვაიმე, ვის გაქონდა? კარგია. ეს ვინ მოვიდა პოდიუმზე მოაბიჯებს ნიაბა გამიკეთე კეთვოლკი. შემოგვიერთა კიდევ ერთი. დროშა მიეცით თუ შეიძლება? დროშა მიეცი. მიაშაპე. ოპა. მიშა. ჩვენია, რა თქმა უნდა, არც კი შეხებია ბურთს. შეამოწმეს მეკარე. ლევანი ურტყამდა მეკარის მიმართულებით. ვილის გოლის გატანა წყულია, იმიტომ რომ აქტიურად თამაშობს და დავეხმაროთ. თემო აქ. რაო ბიჭო? რა? What? კაცრავ სტადიონზე არ შეიძლება. ეს რა, არც ვირები არ შეიძლება სტადიონზე. კიდევ ერთი კუთხურია ჩასაწოდებელი. ჯანმრთელობა მარი. ოპა. ბურთი მოვიგერიეთ და ბურთი ისე კუთხურზე გადავიდა. კიდე დავნოს მეორე მხარეს ბიჭო. ორჯერ გადააგდო კუთხურზე ბურთი იმენა მეორე მხარეს უკუღმა აცვია ბუცები. ოპა, ბურთიც დაიკარგა. არა ისევ გუდაძეა, მოწოდები სიმაღლეს და აბა ვნახოთ ვილი რას იზავს. მოატყუა ერთი, გააკეთა პასი, გაიხსნა. არა! ვერ ეწეოდა მაინც და გეცლია გახარება რა. შვენიერი ჩაჭა იყო და გააყოლე! ბიჭო გიგას მიეცი, გიგას ხო გარბის. იმენა ზურას გიგა არ ევასება, მე ახლა ჭორებს მოგაწვით, ეთყობა რაღაც, იმიტომ რომ უკვე მეორე დარმის საფასი და გავარკვევ, როგორც ჩანს გორის რაიონის საუკეთესო ფეხბურთელობაზე, ოქროს ბურთზე აქვს ზურას რაღაც პრეტენზიები და ცდილობს რომ დაჩრდილოს გიგა, ამიტომ არ უკეთებს პასს. მე ესეთი ის მაქვს. მე მაქვს ესეთი დაამებს დაგიყვეთ და დაგიწევთ პრესაში აუცილებლად ფასკუნჯის ყოველკვირეული გაზეთი გამოვა. ოპა, არ დაარტყმევინოთ. კარგია. უირო, ხალი ხარ. ოპა. ვილი მოპარავს ვერა. ისევ თემა ჩაერთო საქმეში. გუდაძეს დაძახება და გატარება. სიმშვიდე ჩავლილია და აქ კიდევ ერთი გრძელი პასი. ნუ არა უშავს. ევასება მეკარეს ეთყობა რომ ურტყამს. აგრესიისგან იცლება, ამიტომ ესაც თერაპიაა. კრეები ჩაატარა, ეს რეები ჩაატარა, ნუ თუ გიგიესტა. რა თქმა უნდა გიგიესტა იყო.
მენჯი მეტკინა სხვათა შორის ესე დგომისგან, რატო არ ვიცი. თუ შეიძლება თავი შეიკავეთ. რამდენი? ვილი, აბა შენიცი, ვილი, აბა ჩაატარე. არა, კაი ჩანაფიქრი იყო. კვირცხლა დაბრუნდა ვილი თამაში. მოტივირებულია. დავაი ლაშ! აბა გვანახე. გიგა იბრძვის? მიშას შეხედეთ. ცხოველია იმენა. ყველას წაართვა ბურთი. მიშა უდიდესი, მიშა the great. ოფსაიდი არ არის? არაწია ოფსაიდი. კიდე მიშა. და გუდაძე. ღმერთო ჩემო, რა თამაში აქვს მიშა და გუდაძე იმენა აი კედლები. აი ორი აგური რო უნდა გეჭიროს ხელში, ერთი მიშაა და მეორე გუდაძე. ამ აგურებით არის ნაშენები კედელი. გავატარეთ. და თამაში დასრულდა. გამარჯვება. გადავიღოთ. ფასკუნჯი. ხედავთ ოვაციებს. კარგი, აბა წავიდეთ. შევუერთდეთ გუნდს. თქვენს წინაშე იყო მე ჩაიქნება ეს ანგარიშებს დატოვ 30 ლარი იქნება. 30 ლარი კი. შემდეგი თამაში.